ხოდი ბიძო ხერხეულიძე შემოგვერთა ახლა ბიძო გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევს. ცოტა მზეც გამოვიდა მგონი. ხო თორემ ის არის ისეთ დილა იყო რომ ჩამოიქცა ყველაფერი. ბიძო როგორ უყურებ? აი ჩვენ ახლა საუბრობდით მეგის დაკავებაზე, სპეცოპერაცია ჩაატარეს, მაგრამ ბოლო დღეებმა მოიტანა რაღაც ცვლილება იგრძნობა პროტესტის მუხტში, შინაარსში, აქტივობაში, ტემპში. როგორ უყურებ ამ ცვლილებას ახლა შენ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ახალი პოლიტპატიმარს მეგის სახით და ყველანი მალე თავისუფლებაზე იქნებიან ეჭვით სანაპიროზე. ირაკლი, მე რაღაც შენასაც ამბობ გამოცოცხლებასთან დაკავშირებით, ზუსტად იმ დღეებში ჩემს თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, როცა მელიქიშვილზე ჩვენ გადავკეტეთ პირველად ქუჩა. პირველ დღეს გახსოვთ ვერ მოხერხდა, მეორე დღეს გადავკეტეთ ჩვენ ქუჩა. ამათ წარმოდგენაში ჰქონდათ ნორმალიზება ერთვიანი არ ყოფილიყო არავითარი დაძაბულება, რომ რამენაირად ეს ადგილობრივი არჩევნები ლამაზად ჩატარებულიყო. ორი ოპოზიციური პარტია შეითრიეს რაღაცნაირად. ანტურაჟი შექმნეს და მიდიოდა ყველაფერი წყნარად დაგეგმოთ. ამასობაში ალბათ ფილმებს იღებენ, როგორ ვაპირებთ გადატრიალებების მომზადებას ხალხი, როგორ იკრიბებიან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა და 4 ოქტომბრის მერე. თუ გახსოვთ რამზე მიწერილი ივანიშვილის ბოლო წერილი, ყაველაშვილის სახელით, რომ მე-5-ჯერ აპირებს deep state არჩევნების მერე იმას გადატრიალებას და ემზადებოდნენ, მოკლედ ყველაფერი აწყობილიყო 4-ის შემდეგ. მაგრამ მოხდა გასცნობელი გამოთქმა რომ მისი უდიდებულება შემთხვევითობა, ხო? ერთ დღესაც 8 თვეა ჩვენი დავდივართ, ჩვენი ქალაქი არის ჩვენი, ოპოზიციურად განწყობილი ხალხის, ქალაქის, ქვეყანას და ყველაფერი ჩვენი და მოვდიოდი და დავინახეთ შუა ქალაქში კალაძის ბანერი, რომელიც არაფერ შუაში არ არის, არც თბილისს წარმოადგენს, არაფერს გავუჩერდით უბრალოდ კულტურულად გავაპროტესტეთ და გავაგზავნეთ გზა. და მანდ მოხდა აჭერა, რომ დავიჩაგრეთ, მთელი ღამე ფიქრობდნენ სისუსტეს ხო არ ჩვენთან არ უნდათ რომ ისა და მეორე დღეს ეგრეთ წოდებული აბაროტი გააკეთეს, ოღონდ ცემეს გოგოები. ეგეთი მაკაჩიხლაძეც კისერი რომ მოტეხეს პირდაპირ ეთერში, კაი აქ ნახეთ, სახეს მაინც ფაროდნენ ის ნაბიჯურები ვინც იყვნენ, მაგრამ ეხლა პირდაპირ გამოუშვეს და ქალი აბაროტი, როგორც ეგენი ხო როგორ მაგათ ხო ედვაიეს რჩეველად ძველ ბიჭურში ხო ის პუტკონად გაზული ბიჭები რა ქვია, დიტო სამხარაძე, ლუირო იყო ჩვენ ბავშვობაში გახსოვს ეს ეგ არის ოღონდ პისტოლეტით იარაღი რა. საყვარელი. ხო, მაგრამ ლუირო აი ძალაუფლე, აბაროტებული ლუი რაღაც მაგდაგვარი და ეგ ყავთ ეს რჩეველას წარმოიდგინეთ და რა თქმა უნდა ეგეთი იაღლი შემოვუდათ და მოვიდათ იაღლიში ირაკლი უსწრაფ მოულოდნელად ცემეს ქალები. და მანდა აირია მთელი მაგათი გეგმა ის ორი პარტიაც ყველა გაუბედურეს საწყლები სადაც რაკნეს დღემდე ვერ ხვდები და აი მისი უდიდებულება შემთხვევითობა არ იყო არავითარი დაგეგმილი რომ ამბობენ რომ რაღაც თარიღებზე რომ მიდიოდა დიდხანს ლაპარაკით ყოველი დღე თარიღი არის ყოველი დღე არის თარიღიც 11 12 13 14 15 4 6 და 7 სანამ რუსული რეჟიმი დემონტაჟირება არ მოხდება. რაზედგანა, ხო, ქალაქში არავითარი საყრდენი არ აქვს, არც ქვეყანაში. ეხლა ჩემს წინ ვერაზე გახსნეს ქართული ოცნების ის რა ქვია штаბი. აი ზუსტად უყურე ფანჯრიდან. წამლად ვერ დავინახე ჩემი უბნელი ვერელი ვერც ერთი. სხვა უბნელები მოყავთ ვიღაცები რომ რაღაც მოძრაობა იყო, იმიტომ რომ ბუნებრივად ხარდაჭერა არ ყავთ. ყველა ყავთ ვიღაც ნასეტკები აყვანილი, აი ესეთი ხალხი როგორც გოგოებს ზალადობს და მორჩა პოლიცია და აი ეგეთი წვრილი ვიღაცა არარაობები უწარსულო უმომავლო და დღეს რო რაღაცი ცხოვრობს. იმხელა არევა მოხდა მათში რომ 4 ოქტომბრამდე ვეღარც კარგად არ გამოჩნდნენ და აი ამ ამაზეც რო ვილაპარაკოთ თავისიანების დაჭერა რომ მოუწია. აი მაგაზე ირაკლი ზუსტად აი ეს ხალხი გავაფრთხილო ვინც აი ამ როგორ არ მინდა ტელევიზიაში სიტყვები ვიხმარო ვინც არიან ნაბიჯურებს მოუწოდებ ამ ნაბიჯურებს მინდა მივმართო რომ იყო 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერთ სანამ ეგეთ რაღაცას ხელმო ხო ნახეთ როგორ დაიჭირეს თქვენი პაძელნიკი და წარმოიდგინეთ ტიტოშკა ორი ტიტოშკა იყო ერთი აქტიური ასევე რა და რო დაიჭირეს მეორე დღეს მაგის მეგობარი Facebook-ზე გუშინ გოგო რუსთავის მეგობარი გოგო რუსთავის მანახეთ იმას გაშიარებული როგორ დაიჭირეს ის ვითომ სამართალმა იზეიმა ანუ რაღაცა სრული სიგიჟესთან გვაქვს საქმე და დაჭერა იმიტომ მოუწიათ რომ იმდენად შემაძრწონებელი იყო თელი ქვეყნისთვის ეს რაც მოვიდათ ეს იაღლი ამიტომ მაგეთი სტილი იყო უბრალოდ მასკები ჩვებოდნენ აქამდე და მაგ დღეს უმასკოთნეს ან იმ გუშინ წინ რა იყო შიგნით შეკეტილები კუკლოს კლანელები თავზე ჩამოცმული ანუ ვერანაირად ვერ ამოქეკეს ასარჩევი რაც თუ დააკვირდი რომ
ტელეფონებს რო პარავენ ხალხს, ანუ აი ინსტინქტია, კრიმინალური ინსტინქტი რო აქვს, რა უნდა ჩაუყოს სხვაში მეშხელი და რაღაცა უნდა მოპაროს. ხო, ეს აბაროტი იყო, სუფთა აბაროტი. არა, მე ამას ხო პატარა ქვეყანა ვარ, ჩვენ რატომ ალავენ სახეს? იმიტომ ალავენ სახეს, რომ ეხა საკუთარ სასქესო ორგანოზე რო ხელს იკიდებდნენ, ეხა ნახე როგორ რაღაცა აი ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, ამდენ ადრე ვლაპარაკობთ ამ თემაზე. ეს ჟესტი, გავრცელებული უზრდელობაა, ხო? მაგრამ ეს არის კიდე სხვა დონეზე გადაიყვანეს ეს ჟესტი. ანუ ბარემ ჩაიხადონ პირდაპირ, ანუ ეს არ არის უბრალოდ რაც მინიშნება, ამიტომ ხელს იკიდებენ. აგეთ რაღაც მე არც მინახავს საერთოდ. ან სად დაითვისეს ეს ყველაფერი. მე ძალიან მოსწონთ თან ეს თავი, ეს კაცი, ეს დაიჭირეს სხვა შორის. აი ეს მამალაძე. ხო და ეს იხმარე ნახმარი იმისავით. აი ეს იქაროსანია ყოფილი კიდე ეს ხელმძღვანელობით იხმარე. ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის ხელმძღვანელი არის სტიქაროსანი სამების სეუს, ხო? ჩვენიერი. ნუ არარაობათა შეხედეთ ერთი ნახე რა ხალხი არის მოყვანილი საიდანღაც ძალიზალად. აქ თავმოყარი ადამიანი აქ როგორ მივა ერთი თავმოყარი ადამიანს ვერ იპოვი წამალად. უბრალოდ ერთადერთი ის აქვს რომ რამენაირად ეხლა მეგის დაჭერი ტელეფონი შენ რომ ტელეფონის წართმევა ეს პირად ცხოვრებაში შეხსევის ერთ-ერთი ისა დიდ რო აწვალებენ დიდხანს მიყავთ მოყავთ მაგრამ მაინც ეხლა ბოლომდე შეეცდებიან რამენაირად ეს ერთი თვე იქნებ აი ზღვარზე არიან რა რამენაირად უნდათ მიახსიან რომ ჩავატარონ და აუცილებლად უნდა გამოვეხმარო აი ამ ყველაფრის ფონზე ლელოს და გახარიას არასდროს არ მქონდა არავითარი გულწყვეტები და არც მოლოდინები ლელოსთან განსაკუთრებით მეგობრებო ეხლა მაინც ხო ხედავთ როგორ დაიწყო როგორი არჩევნები იქნება ხედავთ ხო ქალებს ხელებს ამტრავენ უკვე ჯერ რა ვიცი რა ეხლა დაიწყო ეს რა წინასაარჩევნო კამპანია გონებას მოუხმეთ არავინ არ გემტერებათ და დადეკით ხალხის ხარეს თორემ თქვენი მომავალი დამთავრებული არის მეგობრებო იქ ხართ დანაშაულის მონაწილე ის კი არ არის უბრალოდ რომ რამე არასწორ არჩევნას აკეთებ ეს არის დანაშაულში მონაწილეობა და ძალადობისკენ წახალისება მე ვიტყოდი კიდევ ერთხელ მე უბრალოდ ეს ვიტყოდი ბიძო იცი მე მგონია რომ ჩვენ ამ ფურცელს გადავშლით აუცილებლად რასაც ქვია ამ არჩევნებზე აზრთა სხვადასხვაობა და უნდა გადავშალოთ და დადგება მომენტი როდესაც აი ეს მთელი ეს მოძრაობა და მათ შორის ის პარტიების რომლებიც არჩევნებში იღებენ ისინი ვინც ამის წინააღმდეგები არიან მოუწევთ საერთო ნიადაგის ძიება უბრალოდ ერთი რამის თქმა უნდა გუშინ უყურებდი მაგალითად ლელოს შეკრება იყო სადაც პრეზენტაცია ქონდათ რა კონტექსტის შეგრძნება არ უნდა დაიკარგოს, თორე კი ბატონო, აი ვერ თახვდებით იმაზე არჩევნებში მონაწილეობის მიღება სწორი თუ არ არის სწორი. კარგი, გავიგეთ. უბრალოდ იმ არჩევნებში თუ იღებთ მონაწილეობას, გზავნილი რა გაქვთ იმაზე ხო უნდა იყოს ლაპარაკი. როცა აქეთ რუსთაველზეც უბედურებადი რაღაც ლამაზი ღონისძიებების დრო სამწუხაროდ აღარ არის ამ ქვეყანაში და აი ეს კონტექსტის შეგრძნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკაში. არ შემიძლია ის გუშინ სკროლავ ესე Facebook-ს ჩემთვის და უბედურებები ხო ეს ერთი მეორეზე უბედურება ინფორმაციების და უცბათი ხდება მუსიკა რაღაცა just two of us რო არის ცნობილი სიმღერა. მაგის მელოდია უცბად მომესმა და შევჩერდი და უცბად ხდება reels ირაკლი კუპრაძე მეტროში ხელს ართმევს ქალბატონს და უცბად იმხელა რაღაც ანაქრონიზმი ამოვარდნილი კონტექსტი და აი რამგან ძალიან დიდი სიმპათიით ვიყავი გამწყობილი და დღემდე განაპირადი რამე მაქვს უბრალოდ ესე ჰარაკის რატო იკეთებენ ესე ბლაგვიდანით თან ვერც მოკვდებიან და რაღაც უბედურებას შვებიან და კიდევ ერთხელ მინდა მე აი ერთმანეთს როგორც ექსემენ რომ დაიჭირეს ახლა ხო წარმოგიდგენით ეს ხალხი რომ ციხეში აღმოჩნდნენ რეებს დაწერენ ასიციან არიციან კენედის თავარი თან მათი რა არის აი იმ დღეს უყურები სხვა შორის აი და პირველი დღე როცა იყო ამის იქიდან ადამიანებს არ გიშინია აი ყველა ცაცლაკ კითხებოდნენ ვერ იჯერებენ რომ ადამიანებს არ იშინიათ ანუ მათთვის ეს წარმოუდგენელი მდგომარეობა რომ შენ არ გიშინია შენზე ფიზიკურად ძლიერის შენზე დიდი ძალაუფლების ქონეს ხო არ იშინიათ ამ ხალხს აი ვინც დადის იმ აქციებზე აღარაფრის აღარ იშინია ამ ხალხს ირაკლი ესე დიდი ბადე გადააგდეს არჩევნები დაჭერილებზე მაქვს საუბარი დიდი ბადე ესე ხო არ იყო რომ ვიღაც კონკრეტულად ვინც მოხდათ ხელში დიდი ბადე და ერთი კაციც ვერ ნახეს რომელიც ან ტყუილს ეკისრებდა ან სიზასტამობდა ზუსტად. ერთი კაციც ვერ ნახეს. ეს ხო ნიშნავს რომ ჩვენ კაცის რომელიმე ოჯახის წევრიც კი. ან ოჯახის წევრი. ანუ რამხელა ეს ხო ნიშნავს რომ ჩვენ დაუმარცხებლები ვართ. ეს იყო აი პრეცედენტი ალბათ არ ახსოვს რომ ამდენ კაცში თან ის ხო არ იყო ყველა პოლიტიკურად რაღაც ამ გრადი რაღაც ზოგი ემოციურად მისულ ბავშვები ყველანი ემოციურად მისულები იყვნენ ძირითადად რომელიც სხვა გეგმებით მე მაგალითად ყოველთვის ვიცი რომ ვიღვიძებ ხვალ შეიძლება ციხეში გავიღვიძებ და მზადა ვარ მაგრამ ირაკლი მიმინოშვილი
ქალიშვილმა და ბავშვმა არ ქონდათ დარწმუნებული მაგაზე ნაფიქრი ჯერ, მაგრამ ერთი კაციც ვერ მონახეს. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს და იქეთ არიან რა ქერჩევას დიტოს სამხარად ეს პუტკუნა რო ძველი. ის როგორ შეადარება? ეგრო კაცოს ვინმე უფრო ბლატნოვი მოძებნეთ მეგობრებო დაილია სადმე. ქუთაისში ან სადმე გაიარეთ უფრო გაიმრჩეველი გაყოლება. ქუთაისელია. აუ რა ყველაზე დუბლებში ყოფილი დუბლების დუბლებია. ვიძო როგორ უყურებ მათ შორის აი მე მგონია რომ თავი პრობლემა არის ის რომ რაღაცა ჯგუფებმა პოლიტიკურმა მათ შორის ჩათვალეს რომ იცი რა რუსთაველზე აღარ ხდება რა. იკრიბება 300-400 კაცი და ჯობია რომ და მოვიკლათ წარსულ დროებზე ფიქრი რა. და შევქმნათ რაღაც სხვა პროცესი. და ეს სხვა პროცესი ზოგმა დაინახა არჩევნებს ზოგმა რა. და სინამდვილეში ამან მე გამოიწვია რაღაცნაირად ეს გაყოფა. და გამოვიდა რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიები და რუსთაველზე მოსერული პარტიები. არა და ისინი ამბობენ რომ ისინიც უჭერენ მხარს ამ პროტესტს, ხო? მოდი ამაზე რომ ვილაპარაკოთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ მაინც რაღაც მომენტში საერთო ნიადაგი ვიპოვოთ. კი, ძალიან ყველაზე დამაზიანებელი ეს იყო რომ დასჯილის ეფექტივის ჰქონდა თავიდან ლეოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვერაფრით ვერ შედგა ეს არჩევნები ირაკლი, ანუ არც განიხილება, სანერვიულოს გაყოფა ვერ მოხდა, რომ აზრი გაიყო, ვერ ვიტყვით, ახლა ნამდვილად ობიექტურად ვერავინ კაციშვილს ვერ ნახავ, რომ არჩევნებზე სერიოზულად ლაპარაკობდეს. აი, ძველ მანქანებს რო წინიდან ქოქავდნენ, აეგრეთ ცდილობენ ამოქოქო, მაგრამ ვერ ამოიქოქება, რაც არა ახლა ამ ფურცლისგან, ამ რეულისგან, ახლა ვერ გახდება ის ვეფხისტყაოსანი, ხო, რაც არ უნდა გვეცადოთ. არაფერით არ გამოდა. ვისაც ეგონა რომ რუსთაველზე რაღაც მიწყნა, ზუსტად თავრობას ეგ გათვლა ქონდა, რომ იქ არაფერი არ ხდება, ჩვენს ნუღა გავაღვიო, 4 ოქტომბერი ჩავაწყნოთ, ჩავატაროთ წყნარად, მაგრამ დაავიწყოთ თავი რაღაცა. აქ არ არის ვინმე პოლიტიკური ჯგუფი ლიდერი, აქ არის ორგანიზატორი, არის ხალხი. რა როდის მოხდება, ეგ არავინ არ იცის, იმიტომ რომ ხალხმა ზუსტად იცის, რომ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ ვინც გინდა იყოს, ჩვენ ყველანი ახლა ისეთი ყოფნა არ ყოფნის წინაშე ვდგევართ, რომ რის ადგილობრივი არჩევნები, არც განიხილება ვერ შედგა მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გაყოფა ვერ მოხდა. ნერვიულ ძალიან ბევრი ნერვიული მაგ საკითხზე თავის დროზე, როცა ლელო გავიდა, რომ მეთქი ხალხში ის არ მოხდეს გაუერება მეთქი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოხდა. ვინც ვიყავით 99% თუ 100% ისევ იგივე აზრზე ვართ. ისინი აღმოჩენ უბრალოდ ძალიან ცუდ ნავში და აი თელი გული დედასპიცა ვარ მინდა რომ რამენერად გამოახწიან მაქედან და რა პოლიტიკურ პარტიებზეც მინდა თქვა ხო რა ნახე მეორე მხრივ აი ხა ჩვენ ლაპარაკობთ აი თქვა არ ვეთანხმებით ლელოს გადაწყვეტილებას მიგაჩნია არასწორად და მეორე მხარეს სხვა არიან პარტიები რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან ისინი რას აკეთებენ მათ შორის მე ჩვენ მაგალითად რუსთაველზე სიარული იყო ჩვენი თავარი საქმე და მოლოდინი ესეთი დღისათვის რომელიც ეს ჩვენ გამოჩნდა რომ სპრინტერები არა ვართ ჩვენ საქართველოს შეგვიძლია დიდი ხანი ჩვენი მიზნისკენ სვლა და პარტიებზე ვიტყოდი რომ ხანდახან ისეთ ძიძგილობას წავაწყდები ხოლმე ჩვენს ხარეს რომ ხანდახან გონია ხოლმე რომ მოწყვეტილები არიან რეალობაზე და ვერ ხედავენ რამხელა გამოწვევების წინაშე ვარ და ყველას მოუწოდებ რომ ვიყოთ უფრო სერიოზულები, ყოველდღიურად, ყოველი თარიღი, ყოველი დილა არის მნიშვნელოვანი. აი პოლიტიკური პარტიები რას აკეთებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში არ შესულთა გაერთიანება, ზოგადად რო ყოფილიყო ეს ფორმა. ვინც ვიყავით პარლამენტში არ შევედით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოვიდა კიდევაც მაგრამ მოიტანა დელეგიტიმაციის პროცესი მოთხოვნილება ხო იმდენი გვაქვს მაგაზე მე და უბრალოდ აღარ ვიმეორებ ამ ძველ მიღწევები გასაგები არის და ეხლა უკვე ახალი მიღწევების დრო რაღაც და მათ შორის ახალი მიღწევა მთავარი იქნებოდა ალბათ რაღაც საერთო პოლიტიკური ნიადაგის მოძებნა ჩემი აზრით ირაკლი პროცესი ეხლა ისე კარგად წავიდა ყოველთვის ესე ვერდება პოლიტიკურ პროცესში განსაკუთრებით ესე მაგიდაზე და სპექტაკლის წინ რომ მოემზადებით სპექტაკლი ესე და ესე ვერ მოხდება პროცესი უნდა დაიწყოს და პროცესი დაიწყო, რომელიც არ იყო გათვალისწინებული არც ოცნების მხრიდან და არც იმ ძალათ ოპოზიციონერების მხრიდან. უნდათ რაღაცნაირად წასულიყო ისა, ყველაფერი წყნარად დამთავრებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. არც გამოვა. მაგრამ ირაკლი ბოდიში ეჭვი არ მეპარება ვინც აზრ შეიცვლის, როცა იქნება და გადმოვა ხალხის მხარეს, ჩვენ მივიღეთ. მაგრამ რაღაც ფიქრობ, რომ სტანდარტი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა
დაამყარდეს, იმიტომ რომ ყველაფერი მოსულა, მაგან მოგვიყვანა აქამდე, იმიტომ რომ არ აქვს ადამიანს შიში, რომ აი რაღაცას გავაკეთებ მე და ერთ თვეში ხალხი დაივიწყოს და ისევ აქ მოვალ მე 4 თვეში სხვა რაღაც ახალი თაობა და ახალი საზოგადოება დაიბადა, რომელიც ვერ პატიოს, ძალიანაც რო უნდადეს, ვერ აპატიებს, ახლა ის გულში ლახვარი ჩაგვასეს ზურგში პირდაპირ. მაგრამ არ გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გახლეჩვა ვერ მოხდა ვერანაირად, რომ თითქოს ერთი ჯგუფი ააპირებს არჩევნებში, მეორე არ აპირებს. ყველა თელი საქართველო ვინც არის, ვართ ერთ ჯგუფად, ერთ ოჯახად და ეგენიზიან სამწუხაროდ ოცნების ნავში. გასაგებია, მოდი ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო, პოლიტიკური მდგენელი როგორი არის ამ პროტესტის და პოლიტიკური პარტიების ადგილი სად არის ამ პროტესტში? აი თქვენ როგორ ხედავთ ამ ნაწილს? მეც დავეთანხმებ იმას, რომ პოლიტიკური პარტიების ის განცხადება და ის საქციელი, რომ პარლამენტში არ შევიდნენ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და ჩვენგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა უფრო კარგი იქნებოდა თუ ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდებოდა, თუმცა ეხა რაც ხდება, არ ვიცი, ალბათ სრული სიგიჟეა, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის, თუმცა არ მგონი ეს ოპოზიციური პარტიების საქმიანობას აჩერებდეს, შეიძლება ლიდერი ციხეში ზის, თუმცა არის ხალხი, ვინც აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს და ვინც უნარჩუნებს ამ ოპოზიციურ პარტიას სახელს და რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადაუხადოთ მათაც. ჩემი კოალიციის ორი ისიც დაჭერილი არის. ბოლოსკენ წავიდეთ, ბიძო, ამიტომ ამ ნაწილზე კითხა პოლიტიკური პარტიების დაახლოება და კარის გაღება ადამიანებისათვის. ეს სულ პრობლემაა ჩვენთან. ორგანიზაციული პრობლემა არის, ხო, თითქოს ამ ხრივ როგორ უყურებ, აი პარტიული ორგანიზების. ჩემი აზრით, საერთოდ პოლიტიკასთან მისვლა იყო პრობლემა ბევრი წელი ადამიანისთვის, თვითონ პოლიტიკოსთან მისვლა და ამის ზუსტად ამიტომ უსმენ ხალხს, რომ ხაზარა ჯაფარიძის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უმყარებს ხალხს, რომ პოლიტიკოსების მიმართ, რომ ისევ გადამგდებები, ძალიან ცუდ დამოკიდებული იყო, ჩვენ გავიზარდეთ ეგეთ წლებში, რომ პოლიტიკოსები ვიცით, ხო, როგორი დამოკიდებული იყო, მეც დღემდე ცოტა არ იყოს კომპლექსი რომ ეკითხება ახალი გაცნობები. საქმიანობა და აი სანამ ვეტყვი რომ პოლიტიკოსი ვარ, აი აქტივისტი და წვალებაში, იმიტომ რომ მეც რაღაც კომპლექსი ჩამომიყალიბდა იმდენად რო არიცნობ კარგად ადამიანს და ეუნე პირდაპირ პოლიტიკოსი ვარ, ის უკვე ფიქრობს რომ შენ ხარ ვიღაცა კარიერისტი, იყო ცუდი გაგებით ყველაფერზე ხელის, მაგრამ ნელ-ნელა ეს გამოსწორდა, თუნდაც ჩვენი ლიდერების დაკავებით, რომელიც უშიშრად ჩაჯდნენ, მანამდე ამდენ წლიანი არაფერს არ შეეშინდა, ნიკამელია განსაკუთრებულად მინდა გამოყო იმდენი რაღაც გადახთა თავს არანაირ და ერთხელ დაბრუნდა პოლიტიკოსების მიმართ ნდობა, რაც ძალიან ჯანსაღი პროცესი არის და გახსნილებაზე მკითხე შენ და ამის საფუძველზე, ამ ნდობის საფუძველზე უფრო აქტიური გახდა თქვენ რაც ბრძანეთ, ჩვენ შორის თითქმის ზღვარი დაკარგული არის პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაცია ნებისმიერ ან ინდივიდთან დაკავშირებით. დაბრუნდა ხალხის მხრიდან. დაბრუნდა არა, მე ვიტყოდი პირველად ხდება, რომ პატივისცემა და ნდობა გაჩნდა პოლიტიკოსების მიმართ და აი ეს არის ზუსტად ჯაფარიძე ხაზარაძის ძალიან დიდი შეცდომა, რომ კვლავ ხალხს აფიქრებენ ეს, რომ პოლიტიკოსები ისევ ასეთები არიან, ისევ თავის ისა და მე ვფიქრობ, აი ყო და ამიტომ იყო ძალიან დამაზიანებელი ყველა მხრივ ეს ამბავი. თუმცა მე მგონია რომ ისე ურჩევდი, რომ აი ყაველაშვილის განცხადების მერე მაინც ისა, რომ ვინც მეიღებს მონაწილეობას არჩევნებში მათ გამავთავისუფლებს და მაგიტომ მაინც თქვი თუ არის რა.